კიდევ ერთხელ. Ერთობა ვიტყოთ მაყურებლის წინაშე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვერ ავიჩისეთ ეს სამწუხაროდ ბოლომდე და ერთობა ვიტყოთ საღამომშვიდობისა ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ უფალო. დაგლოცეთ მამას პირიდან. დაგლოცოთ ღმერთმა საღამომშვიდობის, შემოგვიფასო ადამიანი როსვენელებო და ჩემო მამაო. გაგვაძლიეროს მამაო, ჩვენს და სულ დაროწოს. დიახ. ჩვენი მაუწყებლობა თქვენ იცით რომ პარასკევობით 9 საათზე გადის ხოლმე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადავწყვეტეთ დღესაც შევხვედროდით ამ თემაზე გვესაუბრა. რა თქმა უნდა, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ სამშობლოს ეხება, მის მომავალს ეხება, რა იქნება, როგორ იქნება. ეხლა ბევრი ახსნა ჩვენ ამაზე არ დაგვჭირდება, უამრავმა, ასე ვთქვათ, ადამიანმა იცის დღევანდელი, ასე ვთქვათ, პრობლემები, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. და პირველი თემა, რაც მინდა მამა სპირიდონ რომ ვიმსჯელოთ ჩვენ, გახლავთ შემდეგი სიტუაცია. სოციალურ ქსელებში დაიწყო ესეთი გარკვეული, ასე ვთქვათ, მესიჯები გამოჩნდა, რატომ არ გამოდიხართ კონსერვატორები, რატომ არ დგებით, ასე ვთქვათ, რატომ არ იწყებთ ბრძოლას ანტიმაიდანის წინააღმდეგ, სად არის თქვენი ანტიმაიდანი, რატომ არ ასრულებთ იმ მოვალეობას, რაც უნდა თქვენ შეასრულოთ და რა მოვალეობაზე ლაპარაკი მე ვერ მივხვდი და ასევე მოხდა ესეთი ფაქტი, რომ პარლამენტის წინ, როდესაც კონსერვატიული მოძრაობამ ნინოს ჯვარი დააბრძანა და ამ ჯვარს ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ებრძოდნენ პარლამენტ ფიგნით ის ძალები, რომლებიც დღეს ორგანიზატორობენ აი ამ არეულობასთან დაკავშირებით და როგორ გამოდიოდნენ მათი წარმომადგენლები და კერძოდ ეს იყო ასეთი კუპონა სეზაკიანზე მეცადოთ გვარდასახები აღარ მოსუყვარ გოცირიძე დიახ გოცირიძე რომელიც ეძახდა ამას ლითონის კონსტრუქციას და ითხოვდა აღებას ამ პარლამენტის წინიდან არა გოცირიძე უწოდებდა და ლითონის კონსტრუქციას ხომ უწოდა ვიღაცა ხალმა უწოდა ხალმა მართალიზადები ნუ რა მნიშვნელობა აქვს აი ხო იმ ძალებმა რომლებიც დღეს ორგანიზებას უკეთებენ აი ამ გამოსვლებს ერთი ამბავი არის ატეხილი სწორედ თავიდანვე ჯვარს გამოუცხადა ბრძოლა და დღეს ჩვენ ნახეთ კადრები როგორ გამოდიოდა ერთი ახალგაზრდა რომელსაც ხელში საქართველოს დროშა ეჭირა და უტყავდა აი ამ ჯვარს გამეტებით მე ეს დროშა მოძურა იმას და ჯოხი გადაამტრია თითქმის ამ ჯვარს ანუ ესე ვთქვათ მე არ მგონია რომ ჭკუად ყოფილი ადამიანი ასე იქცეოდეს ჯვრის მიმართ იმიტომ რომ ეს არის საშინელი შეურაცხყოფა ჩვენი რწმენი საშინელი შეურაცხყოფა არის ჩვენი ასე ვთქვათ ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენის იმიტომ რომ ჯვარი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ რაღაცა ნივთი ეს არის ჩვენთვის გამოხსნის ადგილი ადამიანთა მუდმის გამოხსნის ადგილი და რა თქმა უნდა ჩვენი რწმენისათვის ჯვარს უკავია ძალიან დიდი ადგილი და როდესაც ასეთი რამე ხდება თავისთავად ცხადია რომ ეს
არ შეიძლება იყოს ეს ესე ვთქვათ გამოწვეული მხოლოდ რაღაცა პატარა ესე ვთქვათ ამ პატარა ბავშვის გონებიდან. ეს იყო მე ჩემი აზრია ეს და თქვენ მივიჯელოთ ამ თემაზე, იყო ორგანიზებული სპეციალურად მიზანმიმართულად და ეს ორი საკითხი მე მგონი უნდა გავაერთიანოთ, მამაო, რომ აი კონსერვატორების მიმართ ასეთი გამოთქმები და პლუს იმ ჯვრის შეურაცხყოფა, რომელიც კონსერვატიულმა მოძრაობამ დააბრძანა პარლამენტის წინ. და მაგაშიც არ არის საქმე ეს მხოლოდ კონსერვატიულ მოძრაობას, არ ეს მთელ საქართველოს ეკუთვნის ეს ჯვარი კაც. ეს ხომ წმინანინოს ჯვარია. ვინც ქრისტიანია ეკუთვნის. ისმენთ მამაო ყურადღებით. რაშია მამაო კიდევ ერთხელ მოგესალმებით დაროცველი გამყოფოთ მოწვა ჩვენს მაყურებელს მივესალმებით. თვითონ ეს მდგომარეობა რაც საქართველოში დღეს ტრიალი ძალიან ფეთქება საშიშია საფრთხოდ არ მინდა საზოგადოება შევაშინოთ ჩემი პროგნოზები რით შეიძლება დაამთავრდეს ეს მაგრამ კაც არაფერს უყურებ ჩემი აზრით და ჭირდება ადამიანებს ძალიან რაც არ უნდა როდესაც რაღაც ემოციურ კრიზისულ სიტუაციაში ვარდება ადამიანი პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს მან პანიკაში არ უნდა ჩავარდეს, არამედ ანუ ემოციები კი არ დაიმოქმედოს, არამედ მობილიზება უნდა მოახდინოს და დღეს ჩვენ თვალწინ გვაქვს საფრთხე საერთო სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ. და გვაქვს საფრთხე ასევე უკრაინიზაციის გზის წავიდეს საქართველო, ანუ დაინგრეს თანხმები და მოხდეს ჩვენი ახალგაზრდობა. აი ამის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს აწყობს დასავლეთს და ამისგან აქეზებს რა თქმა უნდა თავის აგენტურას ადგილობრივს. თორემ ლიდერებმა ყველაფერმა ყველა შვედურად იცის თუ კი ის არ არის კოდება შეზღუდული რა თქმა უნდა. ხოლო ბავშვებზე არ არის ლაპარაკი, ბავშვები არ არის პრინციპში რამდენიმე არასრულოვანია იქ მე გამოიყარეს მასლებმა თქვენს არასრულოვანები რაღაც აქციებზე სკოლასთან. ძირითადად 18 წელს ზემოთ არის ახალგაზრდები და გარკვეული პასუხისმგებლობა მათაც ეკისრება რა თქმა უნდა, მაგრამ მათ ჩემი აზრით ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება ამ შემთხვევაში. საქმე იმაშია მეგობრებო, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების 97.5%-მა გადაწყვიტა, რომ ეს პროცესები ასე ყოფილიყო. რა არის ეს სანამ რეალობას თვალს არ გაუსწრებთ დალოცვილი ჩემი აზრით ჩემი შეფასებას ვამბობ მამაო და შემოგვიფასო მაყურებელო ანამდე ჩვენ აი რეალობას უნდა დავინახოთ სად ვიმყოფებით რაც უნდა რთული იყოს რეალობა სირაქლემასათვის სილაში არ უნდა ჩავყოთ თავი არამედ დავინახოთ სად ვიმყოფებით ჩვენ ვიმყოფებით ახლა მდგომარეობაში სადაც 97.5%-მა ვინც არჩევნებზე მივიდა, ხმა მიცა ამ მდგომარეობას რაც ახალგაზრდებს ქვეყანაშია. ვინაც იქით ფლანგს მიცა ხმა, ეგრეთ წოდებული პროდასავლი მოთხ პარტიას მიცა ხმა, აბსოლუტურად ყველა აცნობიერებდა, რომ ხმას აძლევდა არა პარლამენტს და პარლამენტარებს, არამედ გადატრიალებას, რევოლუციას, დამხობას. ება ამისთვის მზადებოდნენ წინაწილი საზოგადოების ამისთვის ემზადებოდნენ არჩევნების წინა პერიოდში ეგრევე ეთყობოდა ადამიანს ვისაც უნდა ხმას თუ კი ის ამბობდა რომ თუ ვერ მოვიგებთ და დავახოთ და ვაპატიოთ რემს აკეთებს დარობა უკვე ის პლანი არ დამხობაზე დაქცევაზე გადადგურებაზე უკვე განწყობილი იყო ტელევიზიებმა გადაწყო რა თქმა უნდა თვითონაც უნდა დაიწყო ახლა ოცნების ხმის მიმცემები შვენივრად იციან დალოცვილი რომ უზარმაზარი თანხა დარიგდა. ელოდებოდნენ ფულის დარიგებას, კაცო. მე ყველაზე კი არ ვამბობ ამას, რომ ვამბობ, მე კომენტარი დამიწერე და მე არ ამიღია, თუ კი არ აგიღია, მეგობარო, ფული ოცნების და 40-ზე შემოყალდე. არ ვიცი რა, ფული მაინც აგიღო შედალოცვილო. 1,100,000 რაღაცა ხომიცა ხმა. სადღაც დაახლოებით 80% არ იყო ფული. ზოგადად ცოტა აულა აგიღო შენ ზაბარა მეტი რაგზა არა იქ რატო დგას არის მან მაგრამ ყველა აცნობიერებდა რომ ოცნების დამხობას აპირებდნენ ყველა აცნობიერებდა ამას და ერთადერთი ძალა რომელიც ძალად ამ ყველაფერს გამნეიტრალებელი იყო ეს იყო ალტიფო კონსერვატორები ამასაც ყველა აცნობიერებდა ლიდერები მათ შორის ოცნების ლიდერები ამას რა არგუმენტები მაქვს ამისთვის
ოცნება ის ლიდერები რომ ანტიფოს ტექსტებით რო ესაუბრებიან ხალხს და ახლა გავცედა ინფორმაცია ანტიმაიდანის შექმნა ოცნება ბარ ჯანდად მართალია მაგრამ არ არის გამორიცხული სახელის კიდე დაარქვეს სხვა არ გამიგურდება რომ ეს ზუსტად კი არ მაქვს ინფორმაცია მაგრამ ესე იგი ზუსტად იციან რა არის ამ პროდასავლური მაინდნელების გამჩერებელი ანტიფო და მე მისი ტექსტი მათი პოზიცია კიდასა ზუსტად ჩვენი მიჭერბო ზუსტად ამბობდი მაგრამ შედეგი რა დაიდო მამაო დაიდო ის რომ 97.5% რაც ხდება თბილისში ამას მხარი დაუჭირა და დგას ახლა 54%-ამდე ხომ იცადა ხმა ოცნებას 53 აღარ ბიჭო 54 კაცს ეჩხუბება წარმოვიდეთ ამ პროცენტები ადამიანების აუდიტორიაში გადავუყვანოთ 53 ვთქვათ იქით და 3 კაცი ვთქვათ ალტიფო აკი რანომერი და ეს დასავლები ახლა გახარიას მომხრები გარაქტიურობენ არც ლელოს მომხრები არიან ძირითადად თავის მოკლელები იქ აი ვინც ლელოს მიცახმა მარტო ფული აიღე და სახლებში შეიარახა სულ და სენსორობენ გახარეს მომკლეებით კიდე 90% ჯამში ესენი არის ნაცები ძველი და ახლები ერთად რომ შეკრიბო არის 22% თუ 21 ანუ 53 კაცს ეჭუბება 21 კაცი და ეს 53 კაცი სამ კაცს უძახის შენ თქვენ სამი თქვენ მოგეხმარეთო ჩვენ ეს 21 კაცი გამლა ეს მდგომარეობა მაგრამ პარალელურად ამ 53 კაცს დარიკოში რო არის ეს რო არის დარიკოში ერთი მომენტი არის ეგზეკუცია რო ჩადგება და გლეხი კაცო დადგება წინ ეუბნება ზარბაზანი თქვენია ყოფილა წაბალი თქვენია და მე თოხი დაგუნიო ხეშიო მომენტი როა თან პარალელურად ამ 53 კაცს აპეიანება ყავს პოლიცია ჯარი მას ემორჩილება და 21 კაცი ამარცხებს და ეს სამი კაცი მიეხმარა სულად ამ საქმე არადა სინამდვილეში მართლა ასინარი მართლა ასია სინამდვილეში ასე არის რატო იცით ჩემო ვიფასებო ოცნების ლიდერების ოჯახების დიდი ნაწილი დგას მაგ აქციებზე უბრალოდ იგივე ხალხი კი არა ოჯახის წევრები ხარს უჭერენ მაგ აქციას პროდასავლელობენ ევროკავშირში შესვლა უნდათ და რა ვიცი ესეთი ზერსკობენ და რა ვიცი ესედა ზერსკობა ახლა მოდაში ჩვენ დროს ჩვენ ახალგაზრდა დროს შვეცკობა იყო მაშინ შვეცკებდნენ და ვერ ზერსკობენ ხო და ესენი არის ოცნების ლიდერები და რაშია საქმე იცით მე პირადად საფრთხეს ვუყურებ იმისა რომ მიუხედავად იმისა რომ ოცნება ყველაფერს იმსახურებს სახელმწიფო ჩემი ქვეყანა არ იმსახურებს ამას და ესენი არის ხელისუფლებაში მაგრამ მე საფრთხეს რაში ვუყურებ იცი მაგ ხალხის მიმართ ლიდერების მიმართ ერთი მისხალი ნდობა არ აქვს ეგენი აი ის ვინც ჯვარს რო დროშას ურტყამდა ჯერ დროშას შეურაცხყოფა მიაყენა იმან წაწულა და დროშას შეურაცხყოფა მიაყენა და 6 წლით უშუალოდ ევროკავშირის დროშა წოდებული გარყვნილების ტრიაპის ჩამოხსნისთვის ჩვენ ბიჭები დააჯარიმეს ბიჭები და აი ლაშა ჩარუხია დაჭერილი ყავდათ შეურაცხყოფას აყენეს კარგი ჯვარი არ ხავს მერტი როწამდეს ამათ ასე კი არ მიიყვანე ქვეყანას სამთავრობო გულისხმობ მაგრამ კანონში ხო ჩაწერეს დროშის შეურაცხყოფა დაჟადიაო დააჯარიმე მან ბიჭო ისე დააჯარიმე აკრო გასპესნაზრი ამ ჩვენ აბა გარყვნილების ტრიაპკის შეურაცხყოფაზე როა გასპესნაზრებული ოცნება ქართული დროშის გულისთვის ეხლა ცედან ბიჭები ციხეში გაუშვეს 5 წლიანი და 3 წლიანი და 2 წლიანი ციხეში ათეულობით ადამიანი ციხეში გაუშვეს და ეს ხალხი სინამდვილეში არ შეცვლილა
მანდარიან ისავე იგივე აზროვნებით არიან და ნდობა არა მაქვს ამიტომ მე პოზიციას დავაფიქსირებ სოციალურ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ჩვენი ფლანგი არ ვიცი სამოქალაქო ომამდე არ ვიკავებ თავს სამოქალაქო ომამდე მიდის საქმე ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას მერთო ნეტაპს შეწებოდა გამეხარდება მაგრამ ჩვენ სამოქალაქო ომი როგორც მე მინიმუმ ხელში ვიჭირავს არ ვიცი რა როგორ უნდა გამოუძვრეთ არ ვიცი იმედია გამოუძვრებით და ჩვენი ფლანგი რო ჩაერთოს თქვა და მხარე დადგეს აი გამოიყენებს ხელისუფლება ზოგს მოკლავს ზოგს მერე დაიღებს ამითი დაამტყავებს ეს ხელისუფლება ყველაფერს მკადრებელია ამათ არ ვენდობი ერთი აი როგორ ითქვა არ ვენდობი ამათ მე რა მალაპარაკობს არ ვენდობი მაიდანის ორი ვერსია არსებობს უკვე გავლილი ბელორუსული მაიდანი და უკრაინული მაიდანი რითი გადარჩა ბელორუსია მაიდანს პირველი პირი დადგა ღიად ქუჩაში ავტომატი შვილებთან თუ შვილთან ერთად იქით-აქეთ ავტომატით ან ჩვენ დავყოცავთ ან უკან დაიხევით და უკრაინაში იანუკოვიჩი გაიქცა და ოქროები და უზარმაზარი თხოვნება აღმოუჩინეს ახლაც ბელორუსიაში მე ვეკითხები ქართულ საზოგადოებას შეერაღებული ხალხი რომ მატულობს და ჩამოდის და სულია საკმაოდ გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით რომ და ემზადებიან სამოქალაქო ომისკენ და ქვეყნის დამხობისკენ რომ ემზადებიან ჩვენი ქვეყნის პირველი პირი თავის ბიჭებთან ერთად იარაღით დადგება ქუჩაში თუ პირიქით იანუკოვიჩივით წავა წამსვლელია ამას ვისვენითხებ იცი ოცნების თემი რო არიან თანამდებობებზე რო არიან რიგით ამ ხმის მიცემსაც არ უსვა კითხვას აი მისი მხარდამჭერები ხო ხართ არა ოცნების ვის გჯერათ რომელი ვერსიის გჯერათ პარტიაში ბიზინო იარაღით ხელში ბიჭებთან ერთად დადგება მოწინააღმდეგის წინ რომელიც გჯერათ ეს თუ წავა და ყველაფერს ამას ქართველ ხალხს დააბრალებს რომელ მე რას ვფიქრობ კი არა ოცნების თანამდებობის პირები რო არიან იმათ ვეკითხები და ვკითხოთ რომელი ვერსიის გჯერათ მათ თვითონ ამიტომ თუ თვითონ არ ჯერათ არა მე რატო უნდა დაუჯერო და მე კიდე მეორე ბიჭო მილიონზე მეტმა მისახმა ასე ხო ამბობენ თვითონ დათვალე ხო აქედან ნახევარი მამაკაცი ხუა მილიონზე მეტი ხმარობიცა ნახევარი მილიონი ხუა მამაკაცი და ეს მამაკაცები მუშაობენ სოფლის გამგეობებში რაიონის გამგეობებში რაიონის საკრებულოებში ხალბატონები ვინც მუშაობს იმათი ოჯახის წევრები ხო არიან მამაკაცები ხუთიდან ერთი წაიყვანონ 100,000-იანი არმია არის კაცო დიახ რა ხელისუფლება თუ დაახეს იმიტომ კი არა რომ ისინი ძლიერები არიან იმიტომ რომ ხელისუფლება იქნება თან ახლა დამხობაზე ან უნიათო დიახ როგორ შეიძლება ხელისუფლება დაამხოს ვინ ქუჩაში რო სასაუბენ თუ დარკომანი და კლუბებიდან რომ ამოდიან ძირითადი სასტავი ხო ეგ არის ეს ხალხი თუ კი დაგამხობს ესე იგი ან თან ახმახან რომ დაგამხონ ან უნიათო ხა ერთხელ ტელევიზიაში ალტიმოს ტელევიზიაში ვლაპარაკობდი მოიცა როგორ იყო გვაზალებენო ხო ისახი გვაზალებენო და ომს გვაზალებენ ახლა ხო ამბობენ ხო და გამოდის ხმები რომ ომს გაზალებენ ხო და ბიჭო ხალის სახში რომ ვიღაცა მუტლუკი შეიძლება ხალის ხმა თუ არ გაიგონა მეზობლება მიშველეთო საშველად რო შევიდეს ვინმე
იქ ხო დაადანაშაულებენ. ხალხს დაუპატიურებს ვიღაცა ხალი ხმას არ იღებს და ყვირილი მაგიურად თელის ეს წლების განმავლობაში ომს თუ გიჩალიჩებდნენ ომს თუ გეუბნებოდნენ ბიჭო ყვირილის მაგიურად კრესა კრუტულის ხმა რატო ისმოდა თქვენი კაბინეტებიდან აი პოლიტიკური კატაკაიბი თუ ამბობ ბიჭო ყვირილი რატო არ ისმოდა ომის რა ეს ქართველების ტრიაპკა რო ახიცინებია სამსაცოდავ ხალხს ჯერ როდის სამჯერ 150,000 კაცს მაინც ერთდროულად თუ მეც არა ევროკავშირის ეს რომ იცეს სტატუსი შეკრიბეს ხალხი თავისუფლების მოედანში და ეს განკურნელების ტრიაპკა ახიცინებიეს ხალხს მერე 29-ში შარშან და 30-ში შარშანძი შეკრიბეს ხალხი ვითომ რაღაცისთვის აპრილის თვეში და განკურნელების ტრიაპკა ახიცინებიეს ხალხს მერე ეს ხალხი ახლად შეკრიბეთ კეთილინებეთ და ალტიფოს თავი დაანებეთ ამას ვეუბნები ჩამოაყალიბეთ მაგალითი აქვთ ანტიმაიდანი ხო შევქმნით ჩვენმა ბიჭებმა შექმნან ანტიმაიდანი კაცო ტალიკა ბიჭებით არის 26-ში საღამოს 27-ში და 11 წუთის განმავლობაში ქეიფები და დროს პარემაზო გადაყვა ოცნების თემის შემადგენლობა ყველა რაიონში არის რომ ზეიმობდნენ ვინ ზეიმობდა და ქეიფობდა მარტო ის ხალხი ეყოფა მამაო 100,000 არმია იქნება შეიკრიბ კეთილინებონ და სახელმწიფო დაიცვან მამო მე ჩავერთო შეიძლება? მამო, შენდობას ხო რომ ჩავერთვები მესმის მამო, იმდენად გაწუხებს ეგ საკითხი რომ ემოცია გეძალება მესმის მამო, ჩვენც ყველანი ასე ვართ ახლა ვიცამ ჩვენ ფლანგზე კონსერვატიულ ფლანგზე ზივარ და უყურებთ ამ საწოდაობას ამ რაც ხდება ეს ყველაფერი საშინელებაა ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ გძნობ და ვხედავთ რომ ეს საქართველოს საწინააღმდეგოდ მიმართულია და არა საქართველოსათვის როგორც ეს პატარა ბავშვები გაიძახიან საქართველოს ვიცავთ ესე შრევით იმდენად არიან სამწუხაროდ შეცდომილებას შეყვანილი ჩვენ ეს ბავშვები კი არ გვეჯავრება და ეს ახალგაზრდები კი არ გვეჯავრება მანდი ჩვენი ახლობლებისგანან იქითაც არიან და აქეთაც არიან იმ პოლიციელებს რო წავენ ჩვენ ყავს იქ ადამიანები რომლებიც ჩვენი ახლობლები არიან ასევე არიან ამ ახალგაზრდებში ჩვენი ახლობლები გზაჩეცდომილები სამწუხაროდ და რა თქმა უნდა ვტკივა და ემოცია გვეძალება როცა ამ თემაზე ვლაპარაკობ და არა იმიტომ რომ რაღაცა ვიღაცის ბოღმა გვაქვს და რაღაცა ცუდი გვინდა ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ არა ეს საქართველოს მდგომარეობის ტკივილიდან არის გამოწვეული ჩვენი ემოცია რაც შეეხება ახლა ამ საკითხს მამობზანებით რა თქმა უნდა მოდი ასე შევხედოთ ძალიან ესე ვთქვათ ლოგიკით ვიმსჯელოთ და ლოგიკურად დავალაგოთ საკითხი გამოდის როგორც თქვენ ბრძანეთ სინამდვილეში 22%-ის ორგანიზებული არის ეს ყველაფერი ვინც ასე ვთქვათ აქტიურობს ვისაც დავალება აქვს მიღებული უცხოეთიდან რომ მოაწყონ აქ არეულობა ამ არეულობას უნდა მოაყოლონ მერე მაიდანი და თუ მოახერხს და თუ ვერ მოახერხეს ეს მომავლის საქმეა და ამას სჭირდება აუცილებლად აღკვეთა აუცილებელია ამის აღკვეთა რა არის ამის აღკვეთის საშუალება და გზა მე ვფიქრობ რომ აქცენტის გადატანა იმ გზაშეცდომილ ახალგაზრდებზე სწორი არ იქნება სწორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მოქმედება რომ მათ მართლაც გაუკეთონ ამ ანტიმაიდანს ესე ვთქვათ ორგანიზება გაუკეთონ გამოიყვანონ ის ხალხი რომელიც იყო მათი მხარდამჭერი 54%-მა ლეგიტიმაცია მისცა ჩვენ ხელისუფლებას დღევანდელ ხელისუფლებას კეთილინებონ და დაიცვან ეს თავისი არჩევანი ხო სწორია მამო ეს ხო მათი არჩევანია ეს ხო მათ გადადგეს ეს ნაბიჯი არა როდესაც ჩვენ საუბრობდით საქართველოს მომავალზე და აი ამ თემებზე პირდაპირ ვლაპარაკობთ რა მოყვებოდა რას რა მოყვებოდა რომ გველოდებოდა აი ეს დღეები რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ და რაც ხდება ჩვენს გარშემო ახლა დღეს ამას რომზე ჩვენ თვეების წინ და თვეების წინ
უხსნიდით მოსახლეობას, რომ აი ესეთი რაღაცა გველოდება ხალხო და სწორი ნაბიჯი გადადგით, დაუჭირეთ მხარი კონსერვატიულ მოძრაობას. იმიტომ კი არა კაცო, რომ ვიღაცის თვალები მოგწონს, არა ვიღაცა ჩვენი ნათესავია და ვისი ის გვიდა, რა ქვია, რაღაცა წინწაწევა გვიდა. არამედ ხედავდით, რომ ჭეშმარიტ ძალა, ჭეშმარიტი ეროვნული სულისკვეთება, სოფხედრობა იმისა, როგორ შეიძლება დალაგებულიყო სიტუაცია, გააჩნია ამ პოლიტიკურ ძალას. და სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ყველანაირად ჩვენმა ესე ვთქვათ ხელისუფლება იმ პერიოდში გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს მოძრაობა მომკვდარიყო, მოძრაობა ჩაეკლათ როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე იმ გაუქმებებით პარტიისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების აღრძალვით და იმდენ იქნეს, რომ ფაქტიურად კონსერვატიული მოძრაობა აღარ ჩანდა საერთოდ იმაში, რა ქვია, ადამიანების არჩევანში. მე მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკური ძალების, ვინც დაეხმარნენ პირველ რიგში ეს იყო ქართული იდეა, პატრიოტ ალიანსი, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ აღმოჩნდა ის გზა, რომ ასე ვთქვათ, ხალხს სწორი არჩევანი გაეკეთებინა და ამას ყველაფერს თავი დავანებოთ, კაცო, ეს ზოგი იძახს, რომ აი პატრიოტ ალიანსში რომ არ შესულიყვნენ, უფრო იმას ვიზავდით, ამას ეს არის თავის გამართლების ასე ვთქვათ საშუალება. მე ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ასე აზროვნებდა კონსერვატიულად და სამწუხაროდ მე თქვენს ასეთი რაღაცა, რომ აი ჩვენ ხმა მივეცით ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი მშვიდობას ეგ მოგვიტანდა. აი ბატონო, აგერ არის რახან ეს ნარატივი ყველაფერი ვისაუბრა და მოგვიტანა ქართულმა ოცნებამ და გითხრა მშვიდობას და დავიცვათ მშვიდობა, დაიცავით მშვიდობა, კი ბატონო. და პირველ რიგში მშვიდობის დაცვა სჭირდება სწორედ აი ამ ვახხანალის შეწყვეტა რაც ხდება. რა უნდა გააკეთოს, ესე იგი, გააკეთონ ანტიმაიდანი, კი ბატონო, ეს ერთი გზა არის. მეორე გზა არის ის, რომ ესე იგი, ის ორგანიზატორები ხო იციან, ვინ რას ამბობს, ვინ რას აორგანიზებს. მიიღონ გადაწყვეტილება, ბურთიც მაგათ ხელშია და მოედანიც, კაცო და მოთამაშეების თვითონ არიან და სწორად, ესე იგი, წაიყვანონ ეს თამაში, რომ ვინც შენს, ესე ვთქვათ, გუნდს აზიანებს და შენ ქვეყანას აზიანებს და შენ მინდორს ანგრევს და ეწავს და ორგანიზებას უკეთებს. მაგ მოქმედ პირებზე კი არ არის ლაპარაკი, დაიჭირესო ვიღაც ბიჭებიო, ვინცო მოლოტოვის კოქტეილებს ისროდაო. ისინი კი არ არის პირველში დასაჭერი და ასალაგმები. ორგანიზატორები არიან დასაჭერები და ასალაგმები. აი ეს არის სწორი გზა. ეს უნდა გააკეთოს. ამის ძალა სამწუხაროდ როგორც ეთყობა ქართულ ოცნებას არ გააჩნია. იმიტომ რომ აი ეს სიმშვიდით საუბარი გამოსვლა, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ მოხდება, ესე იქნება, ის იქნება, ჩვენ რას უყურებთ, პირიქით ხედავთ, რომ ყოველ დღე, ესე იგი, ეს დარბევები ხდება, ყოველ დღე რაღაცა ხდება, აგერ სოციალური ქსელები აიკლეს, უკვე რომ მე წავედი სტრუქტურიდან, მე წავედი იმ სტრუქტურიდან, ეს არის მიზანმართული ჩამოსვლა ხელს. რაც საბოლოოში დამთავრდება არა იმითი, რომ ყველაფერი კარგად გვექნება მართლაც. იმიტომ რომ ამ ხელისუფლების ჩამოშლა. და რა არც ერთია კარგი და არც მეორეა კარგი, იმიტომ რომ ქვეყანა სტაბილურობას დაკარგავს, ქვეყანა დაკარგავს თავისი რა ქვია მომავალს და მე გამშვენებლები იმპერია ყოველთვის მორიგდებიან ერთმანეთში მამა. რუსეთის და ამერიკას მორიგდებიან ერთმანეთს საბოლოოდ. აი ჩვენ ნახავთ როგორ შეხვდებიან ერთმანეთს ტრამპი და პუტინი, როგორ მოილაპარაკებენ და როგორ გაიყოფენ მერე იმას რა ქვია იმ ტერიტორიებს და ჩვენ ვიცით რომ რუსეთს გაცხადებული აქვს რომ თავისი ეს ტერიტორიები რაც არის ისე თქვა ინტერესის სფეროში, გეოპოლიტიკური ინტერესის სფეროში ის არ დათმობს ამას არავითარ შემთხვევაში. და აქედან გამომდინარე ხო, ტრამპი და პუტინი მაგერთები მამი თქვენებართ. ტრამპი და პუტინი მოხდებიან მამო ერთმანეთს. მანამდე რაც უფრო არეული კავკასია, ტრამპი უფრო კარგად ივაჭრებს პუტინთან კავკასიას დაგილაგებს. დიახ, რა თქმა უნდა, ბიზნესი ეგ არის მეტი არაფერი. ილუზია როა, თამარ, ილუზია. ტრამპი მოვიდა და ჩვენიანი კი არ არის, კაცო. ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, კაცო, საქართველოს პრეზიდენტი არ გახდა. ამერიკის ინტერესების მოვიდა იმაში თავის ქვეყნის პრეზიდენტად. თან სალაპარაკობს. ზათარი დაჯდეს, ყვასია. განაცხადა
პუტინი მზად არის. რაზე ივაჭრებენ კავკასიაზე, ხო? რატომ არ ეუბნება ეს საქართველო უფრო ძვირად ხო მიყიდის საკაო სიმშვიდეს ტრამპი პუტინს უფრო ძვირად ხო მიყიდის. რა თქმა უნდა 2-2 4-ია მამაო. ხოდა მამაო რატო უნდა ვიყოთ ასეთი კრეტინები რომ ჩვენი უბედურებით ვაჭრობდეს სხვა ივაჭრებენ ისინი ჩვენია კაცო ჩვენი ვივაჭროთ ჩვენი მდგომარეობით ჩვენი პოზიციებით ჩვენი რა ვთქვა რა სიტყვები ვიხმარო შესაძლებლობებით ადგილმდებარეობა გვაქვს ჩვენიერი საოცარი გეოპოლიტიკური გეოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს რომელმაც შეიძლება ისეთი დივიდენდები მოგვიტანოს რომ მეტი არ შეიძლება მამას და მამას არ აწყობს ეს და იმიტომ ეს ყველაფერი ტრამპი რაც უფრო აიღო აქ სიტუაცია ტრამპს არ აწყობს კი არა აწყობს ოღონდ თავის ინაგურაციამდე თუ აიღება ინაგურაცია მე უნდა ესე ვთქვათ მშვიდობის ყოფილი ითამაშოს რა თქმა უნდა ამიტომ არ ვიცი როგორ უნდა დაალაგდეს ეს სიტუაცია იმიტომ რომ ღმერთმაც ქნას ძალიან გამეხარდება თუკი ქართული ოცნება ხელისუფლება შეძლებს მდგომარეობიდან გამოსვლას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვქალავთ განწყობილი საიბისოთ, რომ რაღაცა ესე ვთქვათ, ისევ ლოზუნგებითა და რაღაც სისულელებით ვილაპარაკოთ. აი ეხლა ბავშვები რო ახსენე, მამაო, აბსოლუტურად გეთანხმები. აი თვალიდან არ მომედის ერთი გოგონა როტირის მე მგონი არასრულწლოვანი უნდა იყოს შეიძლება სრულწლოვანია მაგრამ ძალიან ხნის არ არის მეო მართმევენო მომავალსო ევროპულ მომავალსო რუსეთში მიმაქანებელო თაროტირის და პოლიცია აშკარად მე დამჭა შტაბეში და ეს გოგონა არის გურჩფელი გურჩფელი კი მამა მას გეთანხმები მაგაში 100% ნახე რა შეხამდა დააჯერეს მას ჯერავს რომ საქართველოს კარგავს მომავალს და ეს ახალგაზრდული მან ბავშვები ბევრი არიან იმდენი უკიჟინეს და ისე გაზარდეს თაობა ისე გაზარდეს რომ ევროკავშირი ჩვენი მომავალია ევროკავშირი ჩვენი სინათლეა ხვალინდელი დღეა ესე დაზარდეს და კითხვა მაქვს ვინ დაზარდა რომელმა მთავრობამ დაზარდა ხელისუფლებაში იმის ხელშია გაზრდა კაც განათლების სისტემა მისი ის არის რა ქვია თან დაზარდეს რა ბავშვები არიან მოტყუებულები და მოტყუებული ადამიანი ბავშვია თუ დიდია თუ მოხუცებულია მაგ ისულობა კი არა ისი ადვილი სამართია აკეთებიებ ათას სისულელებს როცა ადამიანი ყავს მოტყუებული და არასწორ ილუზიებით რო მოქმედებს ის ეს ბავშვი არის გამოსაყენებელი ობიექტი ჩვენ წინ გვაქვს იარაღია ფაქტიურად იარაღია მართხელში იარაღი უკრაინული მაიდინის რა ეპიზოდები სნაიპერებიდან სროლა და მომიტინგებიდან გვამები მომიტინგებში გვამები და ასევე პოლიციელებში გვამები ეს ეპიზოდები გვაქვს წინ გასავლელი ამწუხაროთ ესეთი მერთო აცილე ყველა ამინ არამას რომ ვამბობ იმიტომ ვამბობ რომ იქნებ ვიღაცამ ეს გაიგონოს და ხილად ამზადებენ ამ ბავშვებს რომ ვიღაცა რამდენიმე ვიც მოხდება იქნერე მაგალითად 100 მეტი დაიღუპა უკრაინაში და მე ერთმანეთს ვიც არც იქიდან უსვრიან არც აქედან შენობებიდან იყვნენ ზემოთ და ორივე მხარეს ერთდაგივე ადგილიდან ისროდნენ ეგ დამწიცებულია უკვე ისა მე ხო დაიდო მაგისი გამოძიება რომ ერთი ადგილიდან არის ნასროლი ორივე მხარეზე უკრაინაში იგივე ეგეთება ეს პროცესი გვაქვს გასავლელი და ღმერთმა ქნას არ დაჭირდა ჩვენ ქვეყანას ამ პროცესის გავლენა და ღმერთმა ქნას რომ ხელისუფლებამ გადადგას შესაბამისი დაბიჯები და ზომები დიახ ღმერთმა ქნას მამო
აქ ახლა ერთი კარგი ესე თქვა თქვენ წამოჭერთ ეგ საკითხი და ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. აი ახლა ჩვენ საუბრობთ ძირითადად აქ ჩვენთან რაც ხდება და როგორ ხდება და ანალოგს ვატარებთ რა თქმა უნდა უკრაინის მაიდანთან და ესე იგი ფაქტიურად ჩვენთვის უკვე ეს პროექტი ცნობილია რას რა უნდა მოყვეს, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. მით უმეტეს ალტინფო არაერთ გზის ტელევიზია ალტინფო აცხადებდა აი ამ პროექტს, ესე იგი დასაწყისიდან დასასრულამდე რას რა უნდა მოყოლოდა. და სამწუხაროდ ხალხმა არ მოისმინეს, ვერ მოისმინა თუ რა იყო, რა მოხდა და ხდება რა იცით მამაო. ესე თქვათ, ანგლო-საქსური პროექტია ფაქტიურად და აი ეს რაც ხდება ახლა ამ სოციალურ ქსელებში ეს გამოსვლები რომ მე წავედი და დავტოვე სამინისტრო, მე წავედი და დავტოვე სამსახური და უკვე გადაიყვანეს მეორე ეტაპზე. ანუ ფაქტიურად ხელისუფლების ჩამოშლის ეტაპზე არის გადასული. და ამის იქით უკვე თუ ამან შედეგი არ გამოიღო, უკვე მესამე ნაბიჯი არის ესე იგი სხვაგვარად და გამოაცხადა კიდევ დღეს უსმენდი ერთ-ერთმა მაგათმა ესე ვთქვათ ლიდერმა ენჯოუშნიკია ფაქტიურად ლიდერი კი არ არის ორგანიზატორი რომელსაც თქვა რომ აი თუ მოყოლა სხვაგვარად რა ვქნოთ ახლა სხვანაირად არ გამოავის ეს რევოლუციაო და სხვაგვარად თუ მოყოლა რევოლუცია სხვაგვრის გარეშე არ გამოდისო ანუ ფაქტიურად დაანონსეს ის რომ აი ეს საკითხი უკვე საჭირო არის ესე იგი მოხდეს რომ ვიღაცას ეთქოს და ეხლა ჭკუა თუ ყოფნით ამ პატარა ბავშვებს შობლებს მოგმართავთ ყველას კაც ხოქავთ შობლებს შვილო ხოქავთ ვიღაცა ახლობლები დაუჯერეთ და ნუ გაყვათ იმ საშინელებაში არ მოყვეთ ჩვენთვის თითოეული მკვდარი ქართველი არის საშინელება და ტრაგედია ჩვენ ამას გულით განიცდით კაცო როგორ შეიძლება ნებისმიერ გინა აქეთილგენ მნიშვნელობა არ აქვს მაგას ჩვენთვის რა მამა მაგ მიხელქავთ ეს ამოხოცონ და ამოუწვიტონ კაცო ცოტა ის კონდეთ რაღაცა ფიქრი და აზრი იმის რა ქვია შოვლები ხო ხავთ სახლები ხო გაქვთ ოჯახები ხო გაქვთ დაფიქრდით შვილო დაფიქრდით რას სადგებით რისთვის დგებით რომელი ევროკავშირზე ლაპარაკი რომელიც 4-5 წელიწადში თქვენ ნახოთ რომ დაიშლება და რა გვინდა კავშირში შესვლა საბჭოთა კავშირიდან გამოიქეცით და მეორე კავშირში შევდივართ თქვენ რა გონიათ რა ის კარგი კავშირია ევროკავშირი უკვე როგორ განონებს ღებულობენ იცით მამაო რომ ესე იგი რასაც გადაწყვეტავს ის ევროკავშირის ელიტა და ხელისუფლება ყველა ქვეყნისათვის სავალდებულო უნდა იყოს აქამდე მაინც იყო რაღაც თავისუფალი არეალი დარჩენილი იმისა რომ შეგეძლოს დაუშვათ რაღაცა ქვეყანას ან პოლონეთს ან დაუშვათ ჩეხოსლოვაკიას ან რუმინეთს ან უნგრეთს თავის გადაწყვეტილებით რაღაც შეეცვალა უკვე ისეთ კანონებს ღებულობენ მამაო და ისეთ კითხვენ მიყავთ საქმე რომ უნდა უნიტარული გახდეს ევროკავშირი. ანუ იქ ფაქტიურად ქვეყნებმა უნდა დაკარგონ ყოველგვარი დამოუკიდებლობა და ასეთ კავშირში რა გვინდა გას? საბჭოთა კავშირში თუ ჩვენ არ მოგწონდა იმის გამო რომ ჩვენ რაღაცა შეზღუდული ქონდა რაღაცეები და ამის გამო არ გვინდოდა იქ ყოფნა და დამოუკიდებლობა გონდა გამოვედით იქიდან და დამოუკიდებლობა აღიარეთ. დამოუკიდებლობა გვინდა დავკარგოთ და შევიდეთ ზევ კავშირში კაცო. ეს არის საქართველოსთვის კარგი? ილია ჭავჭავაძეს რო გაიძახიან და დღე დაღამე რო ამ ბავშვებს აყურებენ ილიას გზარიო დღეს უყურებდი ერთ სოციალურ ქსელში რომელიღაცა სკოლა ჩაატარა ესე იგი კონფერენცია ეხლა აი ამ დროს კონფერენცია ჩაატარა რომ ილიას გზა ყოფილა თურმე ევროპის გზა და ევროკავშირში გაწევრიანება ყოფილა თურმე ისე რა ქვია საქართველოს გზა რატო გვაქვს ეს ჩვენ ვიცით რა აი სამწუხაროდ აი ამ ოპოზიციამ ჩვენ გავიჩინა ესე არასრულფასოვნების კომპლექსი. ასე გონია რომ ჩვენ თუ ვიღაცის ის და მონება არ შევედით, არასრულფასოვნები ვართ, არ შეგვიძლია სახელმწიფო შექმნა, არ შეგვიძლია რომ ეკონომიკა შევქმნათ, არ შეგვიძლია რომ ნორმალური ცხოვრება ავაწყოთ და ყველაფერი გადასულია იმაზე რომ ვიღაცა უნდა თურმე ჩვენ ესე იგი ვიხელმძღვანელოს შორიდან და ის თუ უცხოელი ვიღაცა კუბილიუსი თუ რაღაცა ფოტიგა გვეთქვის, ის არის ჭეშმარიტება. ამიტომ აი ამ მდგომარეობამდე იმიტომ მივედით მამო აგენდრები მამი თქვენებართვით ესე იგი რაშია საქმე ახლა უკვე ახალი ეტაპი დაიწყო მასშტაბლების მოძრაობა დაიწყეს რომ მე მასშტაბლებელი ვარ და ასე და ასე შემდგომ ქართული ევროინტეგრაციას
წინა პარასკევს რომე საუბრობდი განათლების სისტემაში რა კანონი უნდა იქნეს მიღებული იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამ ყველაფერს რომ ვაპირდები, ყოველდღიურად ვწუნდები რომ არ უცდები. აუცილებელია მისაღები კანონი, სადაც პიროვნება რომელიც ან გრანტი აქვს მიღებული, ან ფული აქვს აღებული და ხელი აქვს მოწერილი რომ ის იქნება ლიკბოტუ ტოლერანტი. ესეთი პიროვნება უნდა ეკრძალოს განათლების სისტემაში საერთოდ მუშაობა, მასწავლებლად, ლექტორად, თანამდებობაზე, რამე სახის თანამდებობაზე განათლების სისტემის სფეროში. არ შეიძლება მასწავლებლები, რომლებიც რამაინდ მიკითხვა მაგის ისტორიის მასწავლებელი რო დაწევს, რომ საქართველოს ევროკავშირში შევიდესო. ბიჭო, ისტორიის მასწავლებელს დავიჯერო რუკა გადაშლილი არა აქვს. რუკას მაინც დახედეთ დალოცვილი მასწავლებლებო. მამაო, გეოგრაფიას ესე იგი ბავშვები არ სწავლობენ დაცო. კაფიცულებიანი მასწავლებლები რა უნდა ასწავლონ მითხარი. მასწავლებლები დაწერეთ დაფაზე რომ ჩვენ გავიფიცეთ სკოლაში აღარ ვატარებთ იმას. ესეთი რამე მე არ აი რა ვიცი მე. სამოქალაქო არეულობა რო ქონდა ჩვენ გამსახურდიას ესე იგი რომ დაძლებდნენ საწყალს და მოსაკლავად მაშინ არ შეწყვეტილა გაკვეთილებდაც მაშინ ტარდებოდა ეხლა რა გვეტაკა რა უბედურებაა ეს ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული უზარმაზარი 10,000-ობით პიროვნება რომელიც ფინანსდება დასავლეთიდან ზოგი NGO-ებია, ზოგი გრანტებით, ზოგი სხვა ხალხებით და ამ ხალხს ეს ხალხი ორგანიზებულად ყვირიან და ქმნიან ამ ქაოსს. ამ ახალგაზრდები შეყავთ შეცდომაში. ამიტომ ამ ხალხმა აუცილებლად, აი როგორც კი მეთვალყურას შეძლო და ჩვენ ან ეს ხელისუფლება შეძლებს, ან ქვეყანა შეძლებს ყოველ შემთხვევაში გააცია რის ფასად მდგომარეობდა გამოსვლას, მაგრამ რის ფასად აი ამაში საქმე. ამ ადამიანებმა ყველა რაღაც ფორმით პასუხისმგებლობა უნდა აეკიდოს, პასუხისმგებლობა აიღოს აუცილებლად. გასაშვები. ყველა გასაშვები არის განათლების სისტემაში ადამიანი, რომელიც ბავშვებს ლიკბოტუ ტოლერანტობას 10 წლები ასწავლდნენ ადამიანი რომლებიც ბავშვებს ევროკავშირში შესვლას იდეა ფიქსად უსახავდნენ ასეთი ხალხი განათლების სისტემა უნდა დატოვოს არ შეიძლება აუცილებლად ატყუებენ ბავშვებს გასაგებია მამო რაც თქვენ ამბობთ აი ერთ პატარა რეპლიკას ჩავამატებ დღეს გამოდიოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი კობახიძე რომელიც ამბობდა იმის შესახებ რომ აი თვით ლიკვიდაციას ახდენენ ეს სამხირო და უხაროდა რომ თვით ლიკვიდაციით კი არ უნდა ხდებოდეს ეს უნდა ორგანიზებული იყოს კაცო აქამდე ხო აბოგინეს ეს უცხოეთის აგენტებს ხო ეძახიან ამ ხალხს უცხოეთის აგენტები უსხედან სამინისტროებში უსხედან ეს კი მასწავლებლები არიან უცხოეთის აგენტები კაცო და ხო უნდა დაიწყოს პროცესი რაღაცა გასუფთავების გაწმენდის აუცილებელი ეგ პროცესი დაიწყოს კაცო თორე წინამდე არაფერი არ შეიცვლება მამადა სამინისტროებში კი ოჯახში უსხედან უცხოები უსხედან ოჯახში და თვითონ არიან აგენტები თელი თავის ფორმის მანძილზე დასავლური გრანტებზე დაზრდილი ხალხი არის ხელისუფლებაში უმრავლესობა მოსულები და NGO-შნიკებიდან მოსულები სახლში ყავ თვითონ და პარლამენტში არიან მაგები სამინისტროები და რა თქმა უნდა ბუნებრივია იმ თემაზედაც მინდა რომ ერთმანეთს დავიწყეთ მამაო კიდევ ერთი სიტყვა ვქვა რომ საფრთხე რეალურია ქვეყნის და მამაო ისა თანამდებობის პირები რომ პოსტებს აშანშალებენ პოლიციელი გვირია პოლიციელი გვირია გას სახელმწიფო რა თქმა უნდა მაგრამ ვერ ახედავ პოლიციას უჭის დღეს პოლიციელებს ადამიანები არიან ისინი
და ჩვენი აქტიურად ჩვენი ფრონტზე გედიდგათ ბრაულ პოლიციები და შექმენით რაღაც დამატებითი ჯგუფები ხელისუფლებას მიმართავ. პოლიციელი გმირია, პოლიციელი გმირი ისკია გმირი, მაგრამ შენ ვიხარ. თანამდებობის პირობებში შენ ვიხარ, შენ. შექმენით ჯგუფები, ანტიმაიდანი ჯგუფები შექმნას ხელისუფლებამ ადგილებზე, რაიონებში და დაიწყო მოქმედება და თან პარალელურად ხელისუფლებამ როგორც ქვემზანეთ, მამაო, ლიდერები უნდა გაანეიტრალოს. ერთი ასეთი ის არის, ჩემი ბავშვობის დროს იყო ასეთი იუმორი. საბჭოთა კავშირი იშლებოდა. გორბაჩოვი არისო, დაწუხრებულიო და დინარესთანო ზისო და სტალინის ევედრებაო, სტალინზე ფიქრობსო. იოსებ ბესარიონოვიჩი ნეტა რასიზმდა ჩებადგილზეო და გამოეცხადა იოსებ ბესარიონოვიჩი და რა გინდა? მიხეილ სერგიზეო, რა გინდაო? რა უნდა გავაკეთო და პირველიო და დაიგირო მოთავეები და მეორეო კრემლი გადაგარსკებ წვანეთო. ხო და ეს გორბაჩოვი ეკითხებაო კრემლი წვანეთს რატო გადავგრასკოვო? ხო და პირველზე ესე იგი თანხმობა გვაქვს ხო? შეუდეხით მოხდება და გაქრა სტალინი. ბიჭო დაიწყე მოქმედება საჭირო. რა თქმა უნდა, მამაო, მხოლოდ სატელევიზიო გამოსვლებით და ხალხის ესე ვთქვათ, ვითომ დამშვიდებით, რომ აი ეს ყველაფერი კარგად იქნება, ფუჭდება საფრთხე, პირიქით, ფუჭდება. ჩვენ და საზოგადოებმა პირებმა, სასულიერო პირებმა, რა თქმა უნდა, მსგავსი მოწოდებები უნდა ვაკეთოთ და რაც შეეხება ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს. მისი ფუნქცია ეს არის. უნდა დაწერა, მამაო, ასეთი რაღაცა მაპატიე რომ ჩაგეჭერი არ დაგავიწყდეს. ვიღაცამ დაწერა ასეთი პოსტი რომ მამოებო მიდითო და ხელისუფლებას უთხარით ეგო ყველაფერიო და მე კი რაღა უთხრა გამოდივარ საჯარო და საუბრობთ კაცო. ახლა რას ვაკეთებთ? ამ წუთში ხო მაგას ვაკეთებთ. პირადად უთხრა წერილი გაუგზავნო, მესიჯი გაუგზავნო და რა უნდა იმოქმედონ და ლიდერები სუსი ლაპარაკობთ მაიდინის ცელობა აქვს. მაიდანი ნიშნავს რევოლუციას, სისხლიანს. სისხლი ფაქტიურად მაიდანი. სისხლის ყოლობის ცელობის ხო იჭერენ ადამიანს. ხულობის თუ აორგანიზებს ყოლობას ეგეც კანონმდებლობით ირჯება. სახელმწიფო გადატრიალების ცდელობისთვის. ბიჭო, არ ვიცი, მამაო რა, მე უნდა უთხრა ეს ხელისუფლება, ასოთ ეს ასეთება უნდა მოკიდო ხელი ეს მე უნდა უთხრა? თუ თვითონ უნდა იცოდეს. რა თუ ამას ბავშვები ლიდერები ერთი დიდი შეცდომა, რასაც ქართული ოცნება უშვებს, ეს არის დემოკრატიობანას თამაში. ლიდერები რო დააკავოს, მამაო, ლიდერები. ეს ბავშვები დაწყნარდებიან. აუცილებლად. მარტო კი დაწყნარდებიან გადავრჩებით მაიდანს, მამაო, გადავრჩებით. იმიტომ რომ მათ იმდენი ფული აქვთ აღებული ეგენი რამეც რომ მოყვეს მაგას მერე და დაჭერებიც რომ დაიწყონ უკვე იმის შემდეგ რაც სისხლი დაიყრება და რაღაცნაირად შეიცვალო სიტუაცია თუ შეიცვლება ეგენი გაიქცევიან მამაო აუცილებლად იმიტომ რომ სამგვარად სახლებიც აქვს გარიც აქვს ფონებიც აქვს ყველაფერი აქვს აბსოლუტურად აქ შერჩება ხალხი ერთმანეთს დაპირისპირებული და სამოქალაქო ომში და გაუბედურებულ მდგომარეობაში აქ გვამები იქნება უკვე მიცვალებულები გვეყოლება დიახ რა ძალიან ღმერთმა დაგვიფაროს მაგისაგან ამინ მოქმედება არის სასწრაფოდ საჭირო დიახ მაგრამ ჩვენგან კი არა მოქმედება საჭირო და ალტიფოს უგიჟინებენ ეს კომენტარებში რო ეწერეთ თავრობას მიწერეთ კაცო აბა რა მოსთხოვეთ 54%-მა აირჩიეთ ხო ლეგიტიმაცია ხომ მიეცით ეხლა მოსთხოვეთ და უთხარით რომ აი ქვეყანა დააწყნარეთ დაამშვიდე კაცო აი ეს
რა თქმა უნდა. იქამდე ნუ მიიყვან ამას ყველაფერს და რაღაცა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას კაცო ხელისუფლება. ეს დემოკრატია უკანას თამაში არის ერთ-ერთი დიდი შეცდომა. ესეთი სირბილე აი არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში. საჭიროა ხანდახან სახელმწიფო არის ზოგადად ის ორგანო და ხელისუფლება არის ესეთი ორგანო, რომელიც სამართლიანობას იცავს, ხო? და საჭიროა ხანდახან სამართლობის დაცვის დროს სიმკაცრე. თუ სიმკაცრე არ იქნება და ესეთი მიშველება იქნება და ოდიში და ესე იგი თავზე ლაპს დაგასხავენ და იმ კოქტეილებში დაგწოვენ და გადაგიწოვენ პარლამენტს გადაგწოვენ შენ იჯექი და უყურე და იძახე რომ არაფერი აქვს და ყველაფერი კარგად არის. ეს შეცვლის რამე ეს. მე მგონია რომ არაფერი. აი მიშა რო ჩამოვიდა მამაო, მაშინ იყო ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი. მიშა დააკავეს და ღარიბაშვილი აძლევს ინტერვიუს, გონი იმედზე იყო თვალხმები ტელევიზია თვალბეშება და იგეგმებოდაო გადატრიალებაო და იგეგმებოდა მკვლელობაო. შუშმას გააკეთა კიდევ ნახარია. ამე პრემიერ-მინისტრს თუ აქ ინფორმაცია რომ მკვლელობა იგეგმებოდა. ვის გეგმავდა? ესე იგი ისიც ხო? ვით აკავეს? არაფერი. ახაც მარტო ეგ მამო, აი წინა მცდელობა რო იყო იმის მაიდნის და ჩამოსული რო იყო ის უცხოეთიდან რაღაცა კანვასი ჯგუფი თუ რაღაც ჯანდაბა ესე იგი და აქ ტრეინინგებს ატარებინებდნენ და ისე რატო გაუშვეს ის ხალხი ესე იმათ რა ქვია მე არ მესმის შენ როდესაც სახელმწიფო ხარ და ასეთ სამართლიანზეა ლაპარაკი ხო უსამართლოზე ხო არ ლაპარაკი ჩვენ დიქტატურას კი არ ვითხოვთ ჩვენ ვითხოვთ რომ სამართლიანად სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს სახელმწიფო და სიმკაცრეში გულისხმობა ის რომ ვინც რაღაცას აშაულებს ასეთ და ქვეყნის ამოგდება და გაუბედურება უნდა ხო ის უნდა დაიჭირო და ჩასვა ციხეში მაგისთვის არის ციხე და კანონი იმას კი არ ვსდიო იქ ვიღაცამ რაღაცა ევროპის კავშირის დროშა ჩამოხსნა თუ დაწვა თუ რაღაცა ყველანაირი წესით მამი აი მაგალითად ამბავი რომ მომიტანოს ადამიანმა აი ქრისტესო შეურაცხყოფა მიაყენესო მომიტანოს ამბავი და მე რო შევეკითხები შენ თუ ქრისტიანი ხარ შენ იქ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქრისტეს შენ რა გააკეთე რა იმოქმედეთ ხო და თუ იტყვის არაფერია ეს ადამიანი მართალი არის ქრისტიანობასთან არ არის მართალი არა თუ უნდა პირიქით კაცური ამბავით რო ვთქვა კუჩური ენით იგივე ამბავი რომ მომიტანოს და თვითონ არ იმოქმედა ამ საქციელს არ ქვია კაცური საქციელი სახელმწიფოზე ვთქვა პრემიერი მიყვება ამბავს რომ ვიღაცას კლავდა ფულმე ხო რაში ჭირდება მე ზუსტად შენ ეგ რო გაიგე მე მიყვები თუ რეაგირება გქონდათ და დღესაც იგივე ხდება და იგივე ბათაკი სიმართლეს ვიძახო კი ბატონო გასაგებია რომ თქვა და ეს პრევენციაც რაღაც გარკვეულ პრევენციას ახდენს მაგრამ ამას ქმედება უნდა მოხდეს აუცილებლად მარტო თქმა არ ქმედება უნდა მოყვეს გადატრიალების მცდელობისთვის ლიდერები მოთავეები უნდა იყვნენ დაკავებულები აუცილებლად ის უნდა იქნეს დაკავებულები ეს არის და თუ ამას არ აკეთებს ხელისუფლება მე ამას რატო ვამბობ ახლა ძალიან დიდი იმედი არა მაქვს იმისი რომ ეს ხელისუფლება საქართველოსთვის თავს გამოიდებს არ ვიცი მაგრამ თვითონ რო ერთმა აქვს პრობლემები ეგებო საკუთარი თავის გადარჩენისთვის რაღაც საქართველოსთვის ჩის არ დაარტყამენ კი არას თუ კი არჩევანი აქვს 12 წელიწადი ასეთ არჩევანი გქონდათ პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ ახალგაზრდობა ნარკომანიაში ჩაძირეს ხამის კლუბებით გარყვნეს კაზინოებით გაძარცვეს საქართველოს ოცნება და თვითონ ცხოვრება მოიხსნეს მე ომი რომ მოთხოვეს იმიტომ დაუპირისპირდნენ ესე დასავლეთს თუ არა საქართველოსა და ქართველების ზნეობის დაცვისთვის კი არ დაუპირისპირდნენ ომი მოთხოვეს ომი ვეღარ გარისკეს მაგის გამო არიან კონფრონტაციაში დასავლეთთან თუ არა ზნეობის საკითხებში ჩაძირეს ქვეყანა უზნეობის შაობში
მაგრამ თვითონ რა პრობლემები იგებო ამის გამო მაინც უნდა იმოქმედონ აუცილებლად რა თქმა უნდა მამო ჩვენ ის კი არ გვინდა რაღაცა ესე თქვათ ყურით მოთრეული კონფრონტაცია გავაკეთოთ და რაღაცა არავითარ შემთხვევაში არა ვარ ჩვენ განწყობილი იმის საიმისოთ რომ აი ჯინაზე ვილაპარაკოთ ვიღაცის ჯინაზე რაღაცა ვთქვათ რას აკეთებენ ფაქტიურად ეს ოპოზიცია ხო სულ ჯინაზე ლაპარაკობ პირიქით რასაც კარგს გააკეთებენ და სწორად გააკეთებენ მივესალმებით კაცო მე მახსოვს როდესაც ღებულობდნენ აი ამ LGBT-ს საწინააღმდეგო მას რა ვქია კანონს ჩვენ გამოვედით თქვით რომ ეს კარგია და პირიქით შევაქეთ და ტაშიც კი დაუკარით ამაზე რომ კარგია რომ ეს ნაბიჯი იდგმევათ ღმერთმა ქნას რომ გადადგან ეს სწორი ნაბიჯები რაც ჩვენ გაგვეხარდება პირიქით რაზეა ლაპარაკი მიუხედავად იმისა რომ აი ამ ეროვნულ ისამ ფლანგს დაარტყეს თავის დროზე და რაღაცა ჩვენ არა ვართ გაბოროტებულები და არა ვართ საიმისოდ განწყობილები რომ გინდა თუ არა რახან ეს გავეკეთეთ ჩვენ ეს მოკვდით და ცოცხლები აღარ იყოთ სიცულელია მაგის ლაპარაკი ჩვენ პირიქით გაგვეხარდება თუ სწორ ნაბიჯებს გადადგავთ. მამა ერთ კომენტარი დაიწერა და მინდა უპასუხო თქვენებართ. ის მეტრო. სამწუხაროდ ერთი უკმაყოფილო სიტყვა ვერ გავიგე თქვენგან რუსეთში რომ გვაბრუნებენ აი რა სამწუხაროა. მე მთელი ახალგაზრდობაში აი ეს ადამიანი ახლა რო თქვა რომ გაიგებს თუ არ მგონია მაგრამ მერფასთან უშტები შენდოა. საჭიროა. მთელი ახლის განმავლობაში ჩვენ საუბრობთ რაზე? საქართველო არის კავკასია. რაც არ უნდა ეცადონ ეს საქართველოს ევროპაში წაღავანას შეუძლებელია და რუსეთში კიდევ საქართველოს წაყვანა არის შეუძლებელი. ეს არის გამორიცხული. საქართველო არის კავკასია და ეს ადამიანი არის ამ ილუზიებში. ილუზიებში რომ რაღაცა მიაქანებენ, არ რუსეთში მიაქანებენ, რატო ევროპაში მიაქანებენ, არც ევროპას ჭირდებით და რუსული სამხედრო ნაწილები აქ შემოვა ერთ შემთხვევაში. თუ კი აქ მოხდება მაიდანი და რუსეთს სამხედრო სამხრეთიდან. აი ეს ანუ მაიდანი რო სრულდება ეს არის ვინც ახორციელებს მაიდანს ეს არის რუსეთში წასვლა. რა თქმა უნდა ზუსტად ეგ ნაბიჯი რაც ხდება ეს არის პირდაპირ შეიძლება ითქვას პირდაპირ რუსეთისგან ბიძგება იმისი საქართველოს. თუ მიხვდებიან ეგენი კარგი იქნება ეს ხალხი თუ მიხვდებიან აბა თუ ახლა მიხვდები კარგი იქნება. კი მამა აი მაგ თემაზე კიდე საინტერესო რაღაცა ესე თქვა შეიძლება ვთქვათ რომ აი ზოგადად ეგ თემა რუსეთისკენ მიგვაქანებენ რუსეთში დაგვაბრუნებენ და ასეთი რაღაცები ჩვენი პირიდან არასოდეს არ გამოსულა ის რომ აი რა კარგია რუსეთში დავრუნდებით ესე ვიქნებით ისე ვიქნებით ჩვენი მთავარი მიზანი არის ილიას ნათქვამი სიტყვა ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს და ჩვენ შევძლოთ ის რომ დამოუკიდებლობა რასაც ქვია სწორი და მართალი და ჭეშმარიტი ისეთი დამოუკიდებლობა გქონდეს უნდა შევძლოთ ჩვენ როცა ლაპარაკობთ რუსეთზე ლაპარაკობთ არა იმ კონტექსტში და იმ აზრით რომ ჩვენ რუსეთს უნდა შევუერთდეთ და მისი ნაწილი გავხდეთ არამედ რუსეთთან დავამყაროთ დიპლომატიური ურთიერთობა და ამ ფონზე მოვახერხოთ რომ თუ ნეიტრალიტეტი იქნება არ ვიცი მე როგორი შეიძლება იყოს მომავალში დალაგება რაღაცა სიტუაციების რომ აფხაზეთი და ოსები დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში აღდგეს საქართველოს ერთიანობა და ჩვენ გავაგრძელოთ ურთიერთობა როგორც კეთილმეზობლური ისე დაუშვათ ნეიტრალური ჩვენ არ უნდა შევქმნათ აქ პოლიგონი სამხედრო პოლიგონი იმით რომ ნატო ვიძახოთ და იმ ნატოს ჩვენ არ ვჭირდებით როგორც ერი და როგორც ქვეყანა მას ჭირდება როგორც პოლიგონი რაც ხდება ახლა უკრაინაში ეგ არის პოლიგონად ქცეული ქვეყანა აი ეს ჭირდება და ეს უნდა გავიგოთ ხალხო ეს უნდა გავიაზროთ ლოგიკურად უნდა დავიწყოთ აზროვნება ისე კი არა რომ აი რაღაცა ლოზუნგი რუსეთში მიგვაქანებთ რუსეთუმები ხართ კაცო ამის ძახილმა ხო ხედავ სადამდე მიყვანა ერთმანეთს აი და ხალხი ახლა დაწერა რატომ მაგნეტო შეურაცხყოფასო რას ნიშნავს გაიგებს ეს ადამიანი მე რო ვთქვი გაიგებს თუ არაო ისე გახო შვილო ისე გახო ტვინში მოწყობილი რომ შენ აუცილებლად რაღაც ევროპაში უნდა შეხვიდე და თან ვიღაცა რუსეთში მიგაქანებს რომ არ ვიცი აი რანაირად დაგეხმარო შეურაცხყოფას კი არ
გაყენებდა სუდაკია მინდა რომ მოგბატონო ჩვენკაცო გვიყვარს ეგ ადამიანიც გულისკივილი გვალაპარაკებს რომ არს ლოგიკურად არ არის სწორად გაგებული ეს საკითხი ლოგიკაში არ იქნება პირიქით მინდა ის გაიგო ჩემო კარგო გაიგო რომ რუსეთში შესვლა ნიშნავს რასაც თქვენ აკეთებთ რასაც თქვენ აკეთებთ ეს არ რუსეთში შესვლა რუსეთი შეგვიძლია ძალით და მე დაგვიფროს მართლა იმიტომ რომ ის არ დაუშვებს იმას რომ აქ მაიდანის საფუძველზე გადატრიალება მოხდეს და ეს ქვეყანა გახდეს ნატოს პოლიგონი ამას არ დაუშვებს ეს უნდა გავიგოთ ხალხო ეს უნდა რაღაცნაირად დავიყვანოთ ჩვენ გონებამდე რომ ეს პროცესი რაც ახლა მოხდა ჩვენ ხო წინასწარ გითხარით და ხდება ესეო მოხდება ის პროცესიც რუსეთის შემოსვლა ძალით რუსეთი ძალით კი უნდა შემოვიდეს და შემოვიყვანოთ აქ აი ამ ქმედებებით არამედ უნდა დიპლომატიური ურთიერთობა ავადგინოთ და ველაპარაკოთ დიპლომატიური ენით აი ეს არის სწორი გამოსავალი იარაღის ჟღარუნით არ ხდება ქვეყნების ისა რა ქვია მოწესრიგება ურთიერთობის იახ მამო ბუდიში მეც ჩავერთე ემოციურად ხო ეგე მე ამ ახალგაზრდა ალბათ ლოცავ იმას რომ რაც მალე მიხვდება და რაც მალე ამ ლოგიკაში ჩაჯდება უფრო კარგი იქნება მისთვის მისი ოჯახისათვის მისი ქვეყნისათვის თუ მართლა გიყვართ საქართველო ეხლა ჩვენ ყველაზე მეტად გჭირდება სიმშვიდე ყველაზე მეტად გჭირდება ის რომ უცხოელი ანგლო-საქსონური ძალების გავლენის ქვეშიდან გამოვიდეთ ეს ევროკავშირის ძახილი საიდან არის შემოტანილი კაცო ანგლო-საქსონური პროექტია და თუ გინდათ რომ ვიღაცის მონები იყოთ იქით იქნება თუ აქეთ იქნება გავყვეთ მაშინ ამ გზას და დავიყვოთ თავი და დავიყვოთ ჩვენი ქვეყანა ხრეთა ყველას მშვიდობა მიცეს რომ პირველ რიგში აზროვნებაში ხედვაში რომ თავგუთარი ქმედებით აქო დამპყრობლის ჯარი და სამხედრო ნაწილები არ გამოიწვიოს ღმერთმა ქნას ესა ის ახალგაზრდები სწორედ გამოყენებული არის ამისთვის იქ რო ახალგაზრდებს არ ბენიებენ დასავლეთის ინტერესებში შედის საომარი მოქმედებები კავკასიაში დასავლეთი აკეთებს ამისთვის ყველაფერს და ვინც ხვირის ევროკავშირის დროშებით დარბის სწორედ ისინი აკეთებენ იმ ნაბიჯებს გამენ რომ აქ შემოვიდეს რუსული სამხედრო ნაწილები და ჩვენ პირიქით ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ აქ არ შემოვიდეს უცხო ჯარები შემოსულია ისედაც აფხაზეთისა და სამართლის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ნაწილები და თბილისში დასრულა შემოვიდეს და როარ დაბომბოს როგორც უკრაინას ბომბავს ახლა მიირთა ტერიტორიები და ნახე რა დაბალაკი მიდის ევროპისგან და ამერიკისგან რომელიც მიერთაო ჩვენო პრეტენზია აღარ აქვს ასე ისტორიულობას და ლაპარაკი დაიწყეს უკრაინა ნუ დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები და დათმოს ის ტერიტორიები რომლებიც რუსეთს აღებული აქვს გესმით რა ხდება ესე იგი ვით უჭერდა ფანს ესე ვთქვათ ევროკავშირი და ყველაფერს საკერფოს საწყებდა ყველაფერს უკრაინას მოხდე დღეს ამბობს რომ ეს ტერიტორიები რუსეთისაა ფაქტობრივად ეგ მაგის აღიარება კი ბატონო თუ ჩვენ აქ მოვახდინოთ მარტო რა ვიცი მე არ მესმის აი ლოგიკაში არანაირად არ ხდება ხალხო ამ ესა რა ქვია 30 წლის განმავლობაში სამწუხაროდ განათლების სისტემაში იმ ზოგადი უნარების შემოტანამ გამოიწვია ახალგაზრდებში ალოგიკური აზროვნება ანუ ფაქტობრივად ჟირაფი მაკაატუ ეს არის რა ქვია ჟოზია თუ რაღაც ჯანდაბარი რაღაცა სისულელეების ესე ვთქვათ არცნა რომელიც ლოგიკას საერთოდ არ ესე ვთქვათ მიყვება მიაჩვია ახალგაზრდები ალოგიკურ აზროვნებას ალოგიკური აზროვნების შედეგია ხო სწორედ ეს რო იძახიან რომ ჩვენ ევროკავშირში მივდივართ და ესა რა ქვია ის გვინდა მაგითი თავისუფლების მოპოვება კაცო ევროკავშირში შესვლა იგივე მონობაში მიგვაქვს ჩვენი თავი ეს უნდა ხო უნდა ვიცოდეთ კაცო ჯერ გეოგრაფია ხო უნდა ვიცოდეთ იმ გეოგრაფია არ გვაძლევს სამი საშუალება კაცო გამო იქაც არიან 1-2 თიძე ჩამოსაცვლელი ესე ვთქვათ პარლამენტარები ევროპარლამენტარები რომლებიც პირდაპირ ამ ფრანგი პარლამენტარები გვარდასახელი არ მოხსოვს ამასინად უყურე და ამბობს ის კაცი ჯერ ერთი ჩარევა არ შეიძლებაო ჩვენიო საქართველოს შინაურ საქმეებში და მეორეც ის ერთიო კაცო გეოგრაფიაო არიცითო გეოგრაფიული მოცემულობაო ამბობს იმას რომ თქვენ ევროკავშირის წევრი ვერ გახდებით
პირდაპირ გეუბნება კაცო ის რახან იჯერებთ ამის სიტყვას იმის უცხოელების სიტყვას დაუჯერეთ ამ კაცს ის ნორმალური პიროვნება ვიღაცა და ხედავს სიმართლე ლოგიკურად ხედავს რომ ეს არ მოხდება ვერ მოხდება ვერანაირად ჯერ მარტო მაგას რო თავი დავანებოთ ეხლა საიდან მოდის ეს ყველაფერი ბალტიისპირეთის ქვეყნები რომლებიც არიან ასე ვთქვათ რუსოფობები ისეთი გამწარებულები არიან რომ მათ ჭირდებათ ევროპარლამენტში ახლა მოძრაობების ის კუბილიუსები ეს ფოტიგები და ასე შემდეგ ვინც არიან იქ აორგანიზებენ იმას ეს რეზოლუცია ვინ დააორგანიზა სახალხო პარტია რომლის უმეტესი წევრები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები მათ დააორგანიზეს ეს რეზოლუცია საქართველოს საწინააღმდეგო რომ გამოეწვიათ მე აქედან ესეთი რეაქციები რომ აი ევროპა აღგებულობს ევროკავშირში აღარ გვიშვებენ და აქედან კიდე ესე ვთქვათ არ იყოს საჭირო მე ვფიქრობ ახლა ამ ეტაპზე კობახიძის გადაწყვეტილება რომ თქვა ეს ისა რომ აი ჩვენ ევროკავშირთან ესე იგი ამან კიდე ცეცხლზე ნავთი დააცხა ფაქტიურად არ იყო ეს იმ მომენტი რომ ამაზე დაიწყო ლაპარაკი და ეს პრიბალტიკის ესე ვთქვათ წარმომადგენლობა მუდმივად ურევს ამღვრევს წყალს ევროკავშირში რომ საქართველოს მიმართ იყოს ესეთი დაძაბული დამოკიდებულება რომ იქიდან მოდიოდეს ესეთი რეზოლუციები რომ აქ მეტი და მეტი არეულობა მოხდეს იმიტომ რომ ბალტიისპირეთ საწყობს ჩვენთან მოხდეს ეს რუსეთთან დაპირისპირება და არა თავის ქვეყანაში იმიტომ რომ რუსეთი ფაქტიურად კალინინგრადი როცა გადაუკეტეს პირდაპირ გამოაცხადა პუტინმა გამოაცხადა ეს რომ თუკი არ შეწყვეტს ეს ბალტიისპირეთი ასეთი საქმეების კეთებას უკრაინის მიერ მაგათ მიხედავთ ევროპა მინდა ევროპა უყურებთ აი ამ მდგომარეობას არა ხო რა სწორად დავალაგოთ ლოგიკურად დავალაგოთ კაცო იმის ზახილი რომ ჩვენ ისა ვართ ესეთები ვართ ისეთები მე რომ დარწმუნებული ვარ ღმერთმა დაგვიფაროს მაგისაგან ღმერთმა დაგვიფაროს მაგისაგან რომ რაღაცა უმისი შეიქმნას საქართველოში დარწმუნებული ვარ რომ ეს ხალხი სულ ყველა გაიქცევა ვიძღეთ გაიძახეს რომ ომი გვინდა რუსეთთან ყველა გაიქცევა და შერჩება ის პატრიოტსანი ხალხი რომელიც ესე იგი შვიდათ არის წყნართან ლოგიკურად უყურებს საქართველოს მომავალს ევროპა მინდა ზახილი ნიშნავს რუსეთში შესვლას დიახ აბსოლუტურად სწორია ლოგიკა ეგ მაგას იძლევა მამო ამიტომ ვიძახე მე კარგი მამა ხომარ შევწვიტოთ საუბარი მამა ორ სიტყვას სიტყვი კიდე რაღაცას დავამატებ ახლა იმასთან დაკავშირებით რომ ბატონო ხო ის ორ სიტყვას დიახ მე მინდა რომ დავლოცო დღეს ახლა შობის მართვა მამო და იმის მაგერად რომ ხალხი ეკლესიაში დადიოდეს იმის მაგერად რომ ლოცულობდეს ჩვენც ახლა აი ხედავთ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე როგორი ემოციური ესე ვთქვათ ფონი გაგვაჩნია მაგრამ როცა ქვეყანა იღუპება და როცა სამშობლო ასეთ განსაცდელშია თავისთავად სკადია ჩვენც გარკვეულ ემოციას განვიცდით და შენდობას ვიტყოთ ამის გამო და მოგვიტევეთ მაგრამ აი ამ პერიოდში ჩვენ ვეცადოთ რომ ცოტა გავაძლიეროთ ლოცვები ვთხოვოთ მოწყალე ღმერთს მას შეუძლია უფალ შეუძლია ყველაფერი დააწნაროს იმიტომ რომ ღვთის ხელშია ყოველივე და ამიტომ მშვიდობისათვის ვილოცოთ ჩემო კარგებო ჩემო ძვირფასებო ყველა მხარემ ვილოცოთ მარჯვნიდან მარცხნიდან იმათაც ილოცოთ რომ აი დადგებიან დილით რომ ხატების კუთხე თუ აქვს და მივლენ და დადგებიან ირჯვარი გადაეწერონ და უფალო მშვიდობა მოგვანიჭე ეს მაინც თქვან სხვა თუ არაფერი და მშვიდობაზე კარგი არაფერი არ არის როცა მშვიდობა არის ყველაფერი კარგად შეიძლება განვითარდეს როცა ომია იქ ომში უკვე მართალი თხოვანი უკვე აღარ განირჩევა და საშინელება ომი ჩვენ ხო განვიცადეთ კაცო ნახეთ რა არის ეს ომი საშინელი მდგომარეობა იყო იმ პერიოდში დამოუკიდებელ რაც გამოვაცხადეთ მამო ესე იგი სულ ამ რაღაცა უბედურებაში და იმაში ვარდებით ჩვენი ასე ვთქვათ ტემპერამენტის გამო თუ რა ვიცი ისი გამო კიდე ქართული მაქსიმალიზმის გამო იმოს ბაბა ბაღალბაღ მერთვა რომ ამინ დავლოცო სულ შენი მოგვანიჭო მშვიდობა ინებო სუფალმა რომ დაამშვიდოს
ჩვენი ქვეყანა ამინ იმარ ხელისუფლებას მიგვაროს მოქმედების სურვილი უნარი და შემწეობა ძალა იმისა რომ სწორი ნაბიჯები გადადგან და სიმართლეზეა ლაპარაკი ჩვენ ხო არ ვითხოვთ კაცო რაღაცა არ მართალ და არ აქვს ესე თქვა სწორ ნაბიჯების გადადგმას არამედ ჩვენ სიმართლისა და სწორ ნაბიჯების გამოვლაპარაკობთ ამას ხოლმე მე თვითონებოს რომ ხელისუფლებას გაბედულება მიანიჭოს და სურვილი იმისა რომ დამნაშავეები დასაჯოს მე თვითონებოს იმ ადამიანებს რომლებიც მოტყუებულები არიან ამდენი ევროპა მინდა ზახილით და მართლა ჯერავთ რომ ევროპაში შეიძლება შევიდეს საქართველო და თან არ გაეხვიოს რუსეთთან ომში ვისაც ეს მართლა ჯერავთ ვერთმა მიმართოს გონიერება და გონიერება ხოლო იმ ადამიანებს ვინც ორგანიზებას უკეთებს და ზუსტად იცის რა შედეგი დამთავრდება ყველაფერი ეს ფულსღებულობს ყველაფერ ამაში და ორგანიზებას უკეთებს საქართველოს უბედურებას ღმერთმა ინებოს რომ ეს ხალხი მოგვენახულებიოს მამაო ციხეებში საკნებში როგორც სასულიერო პირებს ამინ ნამდვილად მივალთ ვაზიარებთ და კიდევაც ესე ვთქვათ შემოწმებია ისურვილი დაუჩნდება ჩენდოვის მონანიების თავის აქციელის რა თქმა უნდა მიუტევებთ ვაპატეთ რაზეა ლაპარაკი მამაო შვიდობიანობა უსურვოთ ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას და ყველა ვინც გიყურებს, ღმერთმა ყველანი დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ ხოლმე და მშვიდობა მოგვენჭოს ხოლმე. ამინ. ამინ, დაგლოცოთ ღმერთმა და დალოცოთ ღმერთმა ჩვენი ქვეყანა. ამინ. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. პარასკევს შევხვდებით 9 საათს. ამინ. აუცილებლად. და ეხლა მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ღირს არ შეშმარიტად. ღირს არ შეშმარიტად